ვაკეთებ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ვაშა გადაცემას, ვაშა. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. ორი სიტყვა ბორისის სამართალს. მისი პარტიის დამფუძნებელი, მისი ყოფილი პირადი ადვოკატი, მისი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ციხეში არ შეუშვეს. რადგან კისერზე ჯვარი ეკიდა თუ ვინ არ შეუშვა? იმან ვის ჩვენ ყველას უღმერთოებსა და უსამშობლოებს გვიწოდებს. დიახ, აი, ეგ ხალხი იცავს ახლა ჩემგან და შენგან მართლმადიდებლობას, რომელიც ადამიანს ნათლობის ჟურით არ უშვებს ციხეში. ამბავი მეორე, ნინო დათაშვილს, რომელიც ალბათ ასეთივე ღრმადმორწმუნე მანდატურებმა, რასაც ქვია, გაიგდეს ფეხქვეშ და თავის დაცვას სადა, ბორიას სასამართლო მანდატურზე თავდასხმას ედავება, რა თქმა უნდა. ამ ქალის ჯანმრთელობა ისედაც არასახარბიელო ციხეში ბოლომდე მოირყა და ახლა სიარული უჭირს უკვე, თავს ვეღარ უვლის. მაგრამ ორი დღის წინ ბორიას ალბათ ღრმადმორწმუნე აღსარებულმა და მოზიარე მოსამართლემ ის მაინც პატიმრობაში დატოვა. ასეთ მდგომარეობაშიც კი შეიძლება თავს დაესხას ჩვენს ფაქიზო მანდატურებს და ეს ძალიან საშიშიაო. და იმავე დღეს გვერდი დარბაზში კლავჭიდელი ქალი, რომელმაც დაუნდობლად სცემა 15 წლის ბიჭს 3000 ლარად გაუშვეს. პროკურორია ფორმალურადაც არ მოუთხოვია პატიმრობა მისთვის. ჯანღონით სავსე კლავჭი델მა, რომ კიდევ ვინმე დაასისხლიანოს ქუჩაში, ამის რისკი აღარ არსებობს, როგორც ჩანს. ამ კვირაში დაიწყო ალექსი ახვლედიანის სასამართლოც, საზღვაო ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისა, ვის სახლშიც ტყვია მოხვდა თორნიკე რიჟვაძეს. სანამ ეს რეჟიმი გადავარდება და საქმის რეალურ ვითარებას გავიგებთ, მგონი, აი ასეთი ტერმინებით უნდა ვისაუბროთ. ტყვია მოხვდა. ვისი ნასროლი? პროკურატურისთვის ეს კითხვა არ არსებობს. რიჟვაძე თავს იკლავდა. როგორ მტკისდება? კალამზე, რომელთაც ეს წერილია დაწერილი, ხო გახსოვთ, აი ივანიშვილმა მომიხედოს ოჯახსო, თურმე რიჟვაძის დნმ აღმოჩნდა. კალამზეო. დნმ. ანუ აი ასე იღებ ხელს, ან რამე სხვას, იღებ კალამს და მორჩა. იარაღზე კი, რომელიც ახვლედიანს ეკუთვნის, აღმოაჩინეს ორი ადამიანის დნმ, მისი და რიჟვაძის. იმავე მანიპულაციით ესეც მარტივად შეიძლება გაკეთდეს. ოღონდ კრიმინალისტიკაზე ახლა არ ვლაპარაკობთ. ბორიას სასამართლოში არა ყოველ შემთხვევაში. ვლაპარაკობთ ახვლედიანის სასჯელზე, შესაძლო მაქსიმალურ სასჯელზე. 3 წელი. ესაა მაქსიმუმი, რაც ემუქრება. და მზია ამაღლობელის მინიმუმი არის 4 წელი, მაქსიმუმი 7. ეს ყველაფერი რომ რეალურ მოქმედებაში გადავიყვანოთ. თუ ხარ ბორია ივანაშვილის სტაჟიანი და სანდო შიკრიკი. ახვლედიანი კი ზუსტად ასეთია. გაგახსენებთ, ეგ იყო კაცი, ვინც თავის დროზე ბორიამ ნიკა გვარამიას მიუგზავნა და კიდევ ალბათ ბევრს. აი, ასეთი შიკრიკი თუ ხარ, სანდო, შენ სახლში თუ შენი იარაღი და ნასროლი ტყვია ხვდება ვინმეს, ვინც სულ ცოტა ხნის წინ დაიქნიეს თანამდებობიდან. ვისაც როგორც ამობენ, სამკუთხედ თავიანთან ასობით მილიონის მიტანას თხოვენ. ვისი კლანის წმენდაც ისე დაიწყეს, რომ გუშინდელმა ერთგულმა ყმებმა მასთან გადაღებული ფოტოები ერთიანად წაშალეს ერთ დღეში. მაშინ მაქსიმალური სასჯელი არის 3 წელი. იხდი გირაოს და გარეთ ხარ. გამოძიება ვერსიადაც კი არ განიხილავს, შენ ხომ არ კლავდი შემთხვევით რიჟვაძეს, ან ვინმე ხომ არ აკაჩავებდა შენი იარაღის მუქარით. ეჭვიც არ ურჩნდება. რატომ აქვს რიჟვაძეს ჭრილობა მკერჩი, როცა თავს პრაქტიკულად ასე არავინ იკლავს. ხოლო თუ აპროტესტებ, როცა მილიციონერები საჯაროდ გაგინებენ და გაფურთხებენ და ერთს სილას გაარტყამ. მაქსიმალური სასჯელი 7 წელია, მინიმალური 4. არც კი რაოთი გათავისუფლებენ და გზადაგზა კიდევ რაღაცეებს გიგონებენ. ხან დაუმორჩილებლობისთვის გაჯარიმებენ, ხან არ ვიცი, ფურცლის გაკვრისთვის რაღაც შენობაზე. როგორც იმავე მზია ამაღლობელს უკვე პატიმარს აკიდეს მრავალათასიანი ჯარიმები. ზიხარ ციხეში, დგახარ კლოუნადა პროცესებზე და კარგავ ჯანმრთელობას. მზია ამაღლობელი ციხეში უკვე თითქმის დაბრმავდა. თითქმის. მისი უკანონო პატიმრობა. დიახ, აი, უკანონო პატიმრობა. აღნიშნა ყველამ ვინც კი ამბავი გაიგო. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვინც საკანში მოინახულა, ევროპარლამენტმა, მშვიდობის დარგში ირანელმა ნობელიანტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და გაფართოების ევროკომისარმა. ყველამ. ოღონდ ბორიას ეგენი არ მუშაობს. ჯერ არ მუშაობს არც მოსამართლეებზე, პოლიციელებზე, პროკურორებსა და ცრომოწმეებზე, რომლებიც პაჩკა დაასანქცირეს ლიეტუამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ისინი აგრძელებენ კანონის სახელით უკანონობის სამსახურს. ამაღლობელი საქმე ერთ-ერთია იმათგან, რომელსაც რეჟიმი სადემონსტრაციოდ იყენებს, თავისი სისასტიკისა და რეპრესიულობის, რითაც ცივილიზებულ სამყაროს, ევროპას ან ამერიკას აჩვენებს, რომ თავად საპირისპირო მიმართულებით მიდის. ყველა ამ უღირსებო და დამნაშავე ვითომ სამართალდამცველზე დაყრდნობით, რუსის ანუსისკენ.
და ისევ ბორია სამართალზე. რამდენიმე დღის წინ დააკავეს ზურაბ ზვიადაური, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი. დააკავეს იარაღებით. პროკურორი ამბობს, ერთი იარაღი რეგისტრირებული და კანონიერი ჰქონდაო, მეორე კი არარეგისტრირებულიო. სასამართლომ ამ პროკურორს დაუჯერა და ზვიადაური გაუშვა ციხეში. გირაოს გარეშე. ეგ გავიგე. ოღონდ ვერ გავიგე. ზვიადაურის წინააღმდეგ 2021 წლიდან გამოძიება მკვლელობისთვის მიდის. იმ დროიდან გირაოთია გარეთ 50,000 ლარიანი გირაოთი და მაინც ჰქონდა იარაღის ტარების უფლება. გავიხსენოთ რა მოხდა 2021 წლის 16 აგვისტოს. სოფელ წინანდალთა კახეთში საქმის გარჩევა სრულად გაგრძელდა. დაიჭრა 5 ადამიანი, რომელთაგან 3 გარდაიცვალა. ერთ-ერთი იყო ყოფილი დეპუტატის ძმა ზვიადაური. გარეთ გამოსული ვერსიით ზურაბ ზვიადაური ადგილზე გვიან მივიდა. სხვის იარაღით ესროლა და სასიკვდილო დაჭრა ძმის მკვლელი გვარად კენჭოშვილი. თავად ამ ბრალს რამდენადაც ვიცით, არ უარყოფდა. მაგრამ ითხოვდა რომ ნაფიც მსაჯულებს გაესამართლებინათ და რატომღაც ივანაშვილის სასამართლომ 4 წლის განმავლობაში 12 მსაჯული ვერ შეაკუჭა. დაუშვათ რომ გულით მოინდომეს მსაჯულების შეკრება და არავინ დათანხმდა. შანსი ნულია, მაგრამ კაი, დაუშვათ. ალბათ ყველას გაგიგიათ ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლომ ვიღაცას იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. ასეთები უამრავია. ასეთები არიან ყოფილი პარლამენტარები ოთარ კახიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სხვები, ასევე დათო კაცარავა და ბევრი სხვა. ყველა მათგანს იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს ქუჩის პროტესტებში მონაწილეობისთვის, ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში. შენ არ მოგწონს ბორიამ რომ არჩევნები მოგპარა, ქუჩაში გამოსვლას ბედავ, ესე იგი იარაღის ტარების პრივილეგია ვეღარ გექნებაო. და ახლა მე ვკითხულობ, თუ შეიძლება ადამიანს იარაღის ტარება ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში აუგზავნო. ჯარიმასთან ერთად. როგორ უნდა დაუტოვო მაშინ იარაღის ტარების უფლება ადამიანს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით გაზრახ მკვლელობას ედავება. ძალიან მაგარი კანონები გაქვს მორინგა, ბრადნოი. ძალიან. ტრამპი დღითი დღე სულ უფრო უახლოვდება უაღრესად სახიფათო მიჯნას. თვითონ შეიძლება ჯერ ვერ ხვდება, მაგრამ უკვე წკიბზეა. ცოტაც და თვით ზაზა შათირიშვილი თავისი მორიგი ეპისტოლეთი მას Deep State-ის წარმომადგენლად გამოაცხადებს. შემდეგ თემას გაშლიან თვით ირაკლი ზარქვა, თვით მარიამ ლაშხი, თვით გურამ მაჭარაშვილი და თვით ჩემი ირაკლი კობახიძე. მე არ ვიცი რა გახდება ბოლო წვეთი. სამაგეროდ უკვე ვიცი რა გახდა ბოლოს წინა და ბოლოს წინის წინა წვეთი. ბოლოს წინა წვეთი ტრამპს ჯო უილსონმა შეუგდო. თავად აღიარა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის კანონის პროექტში აი ეს ჩააწერინა. ვერც ერთი ფედერალური თანამდებობის პირი ან თანამშრომელი ვერაფერს მოიმოქმედებს და არ გამოიყოფა არანაირი ფედერალური სახსრები, რათა აღიაროს ან სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში ქართული ოცნების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება. შესწორება და მთელი ანტიკოცური კანონი ჯერ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. შემდეგ სენატმა ბოლოს კი ტრამპმა მოაწეროს ხელი. ამის შემდეგ კი ამერიკის ადმინისტრაცია ოფიციალურ წერილსაც ვეღარ მისცეს პროჭურვილებს, საკუთარი კანონი რომ არ დაარღვიოს ისე. ნამდვილად ისტორიული ნაბიჯია. შეერთებული შტატების ხალხმა აჩვენა სიყვარული და ერთგულება საქართველოს ხალხს. მივიღეთ დამატება, რომელიც გულისხმობს ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის უღიარებლობას, რომელმაც ძალაუფლება არჩევნების გაყალბებით მიიტაცა 2024 წლის ოქტომბერში. ახლა ჩვენი რეზოლუცია ამის არაღიარებისკენ მოუწოდებს და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა, ვინც შემოუერთდა ამ რეზოლუციას. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ეს კანონი დაგმო. თუმცა, როგორც იქნება, ალეკო ელისაშვილმა უკვე დადო საჯარო პირობა, რომ ჯო უილსონს ხარს დაუკლავს. ეს ხარი თავისი ხაშლამით, ხაშითა და თათარიახნით და ეს კანონი, როგორც შევთანხმდით, ბოლოს წინა წვეთი გახდება. აი, ბოლოს წინის წინა კი უკვე გახდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პასუხი ტელეკომპანია ფორმულას კითხვაზე. ირაკლი კობახიძე რომ გეუბნებათ, მე მზად ვარ, სულ თეთრი ფუცლიდან დავიწყო ურთიერთობა ამერიკასთან, პასუხს რატომ არ სცემთ? აი, ეგეთია ეს Deep State. არ პასუხობენ თვით ჩემს ირაკლი კობახიძეს და პასუხობენ ფორმულას, რადიკალების ბუდეს თუ რა ვიცი, როგორც არის. და რა წერია ამ პასუხში? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად დააფიქსირა ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობა შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. კარგი დასაწყისია, პოზიტიური. გულს იმედი ჩამესახა. და მე კიდევ რა მოგწერეს? რაც შეეხება ქართული ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. ასევე ვერ მოიპოვებთ მას ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით. ვა, ბორინკა, ვა. ცენზურასა და ციხეებში ოპონენტების ჩაყრას რომ გიგზალავენ, ეგ ახალი არაა. ადრეც უთქვათ თან ბევრჯერ.
მაგრამ ნახე ბოლოს რა მიაწერეს. ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფაო. გესმის ეგ რას ნიშნავს? ძირითადი ელექტორატი ის კი არაა 41-ს რომ ახაზინებს სამსახურის ან სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშით. არამედ ის, ვინც ქუჩაში გადის და მოპარული არჩევნების დაბრუნებას ითხოვსო. შენგა. ანუ ძირითადი ამომრჩეველი ოპოზიციისაა და ეს არჩევნების შედეგებს აუცილებლად უნდა გამოჩნდესო. და აბა შენ რაღა მოიგე მაშინ ოქტომბერში. რა და ეგ აქ არ ითქმის. აბა რა ითქმის? თეთრი ფურცლიდან დაწყებაზე ითქმის რამე და მაგაზე რაო. ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორი და მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. დიპლომატიური ინგლისურიდან რომ ვთარგმნოთ, 33 წელი გაჭამე და გათრიეთ. იმდენი ენერგია, რესურსი და ფული დავხარჯეთ საქართველოზე, მაგ ქვეყანას რუსის ოლიგარქს არ შევარჩენთო. ესე იგი, ტყუილად ცდილობს ის რუსი ოლიგარქი თავისი ხუჭუჭაბიჭის ხელით როცა გვეუბნებაო. სულ თავიდან დავიწყო და ვიმეგობროთ, ვითომ ცაკ არაფერი მომხდარო. არ გამოგივათ ეგო. და აბა რა გამოგივა. ხო და რაც გამოგივათ, საიდანაც გამოგივათ. ბორიას ეგ თეთრი ფურცელი კარგად დაგუჭეთ და გამოისვიდა. რასაც ქვია, გავიჭედე. არ ვიცი ეს რა რუბრიკაა. სპორტული სიახლეები დავარქვა თუ ეს რა ხდება ქოციშვილი ვიყო. ალბათ მეორე. ეს რამეს მის და რას ვხედავ, ქოციშვილი ვიყო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სააგენტო ინფო იმერეთმა ოფიციალური ინფორმაციის დილის შემოვლისას ონის საკრებულოს Facebook-ზე ერთი მილოცვა აღმოაჩინა. დრო თუ გჭირდებათ გასაანალიზებლად აქ პაუზას დააჭერეთ. თუ არა შემომიერთდი შეძახილში. ეს რა ხდება, ქოციშვილი ვიყო. სპორტსმენი სხვა ქვეყნის სახელით გამოდის, ხდება ხოლმე. აქ ნაკრებში ადგილი არ მოიძებნა, წავიდა სხვაგან. მithumetes რომ აზერბაიჯანი ალბათ 10-ჯერ მეტ ზუხდის. მაგრამ ქოციშვილი ვიყო. ეს კაცი აზერბაიჯანელი სპორტსმენი მოქმედი საჯარო მოხელე საქართველოსია. ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე და საკრებულოს წევრი გიორგი მეშულდიშვილი ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ვილოცავთ გიორგის ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას. გიორგი მეშულდიშვილი ამ წუპაკმა ყიზილბაშმა ამირ ზარემ კი დაგვიჩაგრა, მაგრამ ხელწამოსაკრავი ფალავენ ნამდვილად არ არის. პარიზის შარშანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია და ევროპის მოქმედი წლევანდელი ჩემპიონი, სადაც ფინალში საქართველოს სახელით მოჭიდავე მანაშულს მოუგო. კომენტარები გააქვთ. საკრებულოს ნახეთ. ფედერაციას თუ გაქვთ რამე სათქმელი, ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს და გენო პეტრიაშვილს, ვინმეს, ვისაც ასე დროს ჟურნალისტები ეკითხებიან ხოლმე. დანარჩენების კომენტარებს არ ვკითხულობ. მეც ვერ ვამბობ ახლა ხმამაღლა ყველაფერს, რასაც ვფიქრობ ამ ამბავს. პროჭორვილელნო. უბრალოდ გამაგებინეთ, გაგვაგებინეთ. რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, კაცი ერთი ქვეყნის სახელით მედლებსა და ტიტულებს იხვეჭდეს, კანონებს კი მეორე ქვეყანაში იღებდეს. საერთოდ იქნებ ამ კაცის პასპორტები გვაჩვენოთ. ქაღალდის პასპორტები, ბიომეტრიული. და ამონაწერები რეესტრიდან. როდის მიიღო აზერბაიჯანის მოქალაქეობა და ავტომატურად როდის დაკარგა ქართული. და შემდეგ როდის მიიღო ისევ მეორე ქართული მოქალაქეობა პრეზიდენტის საგანგებო დეკრეტით. საკრებულოს ვებგვერდზე გულდასმით ვეძებე და ამ კაცის ფოტოც კი არ გიდევთ. ამხელა ჩემპიონი კაცი ერთი ფოტოს გადასაღებად ვერ მოიხელთეთ და ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ აერჩიეთ თქვენ. თუმცა თვით ფრაქციის თავმჯდომარის ფოტოს არ გაქვთ და მოადგილეს ვიღაჩივის. ისე რა მაგის პასუხია და ქოცების ფრაქციის თავმჯდომარეს 7 მოადგილე რა თუნდა. აქედან 3 ფოტოს გარეშე. ორჯერ დავთვალე. ონის საკრებულოში 33 წევრია და გამოდის, რომ ყოველი მეოთხე წევრი ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა. საღოლ, კარგად მოაჯექით, რასაც ქვია ბიუჯეტს ქოცნო. მაგრამ ისევ ამ ჩვენს ფალავანს დაუბრუნდა და მისი ბედი ვიკითხოთ. კაცი პროფესიული სპორტსმენია, მაგრამ საქართველოში გუნდში ადგილი ვერ მოუძებდა და საკრებულოში რას გიკეთებდა. რამდენი დადგენილების ინიციატორი იყო ამ 4 წლის განმავლობაში. რამდენჯერ გამოვიდა სიტყვით, რამდენჯერ გამართა მოქალაქეთა მიღება ონში და რას აკითხებს. თქვენ მარტო ონსა და ონელებს დასცინით თუ ყველა დანარჩენსაც ამით. ამდენი კითხვა გამიჩნდა და ერთად მოგაყარეთ გულის ნადებად, თორე განა არ მესმის, რომ აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე საქართველოს საჯარო მოხელე მეშველიშვილი საერთოდ არაა პრობლემა. სამაზე მეტი ჯილდო ჩემთვის არ არის, როდესაც საბუთარ რაიონში შენი ხარე, შენი რაიონი გეფოთება, გეფერება, გაფასებს, ყველას უყარხარ. როდესაც მთელი ქვეყნის ყველა თანამდებობის პირი, მთავარი მწვრთნელისა და გუნდის მფლობელის თავკაცობით, მსოფლიო არენაზე უკვე 13 წელია რუსის სახელით გამოდის.
ეს იყო ვაშა გადაცემა თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.